რასაც ახლა მე ვუყურებ და როგორც ერთი რიგითი ქართველი არ ვიცი ბოლოს უკვე სახში რა გამაჩერებდა ხო რაღაცა მოდებული თემა რომ რეჟიმი უნდა გასამართლეს წინა ხელისუფლების და ტელევიზორში ვნახულობთ რომ არავინ ვინც მასთან არის დაკავშირებული არავინ არ დაუბარებიათ და ჩემს თვალწინ გენერალი რომელიც საერთოდ პოლიტიკა არ ეხება და 2008 წელს მიცავდა ჩემს სამშობლოს იცავდა აი არ ვიცი ეს საერთოდ სამხედრო თემაში არ მცოდნე ადამიანი როგორ ექცეოდა როგორ პარაკებოდა. იქ ჩემ თვალწინ იყო საქართველო, რომელსაც ესე ჩაგრავდნენ და რუსეთის პირდაპირ დაკვეთა იყო, ამიტომაც არ შემეძლო რომ არ გამოსულიყავი და კიდეც ვნახეთ რომ ეხა ძალიან ეხა პირდაპირ აქციიდან მოვდივარ და ძალიან მიხარია და გეტყვით რომ მე მგონია რომ დიახ არასდროს წარმოუდგენელი არის რომ ამდენი 120 დღის განმავლობაში თუ რამდენი დღეს დგავართ ამდენი 100,000 და 200,000 ადამიანი დგარიყავით. წარმოუდგენელია ხო, მაგრამ დღესდღეობით მე გამარჯვებულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ამდენი ხანით შევძელით და სულ 1000 ადამიანი დავრჩეთ და სულ 99 ადამიანი დავრჩეთ, გარეთ დარჩენილი 99 ადამიანი, შიგნით დარჩენილი 99 რუსს ვაჯობებთ. აი ამაში ისეთი დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ დღესდღეობით მე ხალხი რომელიც გვერდით მიდგას ზუსტად ვიცი რომ ის ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და ისინი იცავენ რუსეთს ამიტომაც მორალური უპირატესობა არის ჩვენს მხარეს ამიტომაც ვერ გვეხებიან იმიტომ რომ იციან რომ მე რომ იქ დგევარ და ჩემი თანამებრძოლები რომ იქ დგენან ჩვენს უკან ათასობით ადამიანი არის და ნებისმიერ მართლა როცა დაგვჭირდება გამოვლენ და იმათ როცა დასჭირდებათ არც ერთი რომელსაც ისინი ქოცებად თვლიან და თუნდაც მუნიციპალიტეტში ხა საშინაო ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ და პოსტების დალაიქება აღარ შეუძლია ხალხს ისინი მათ არ დაუდგებიან ამიტომ დიახ მორალური უპირატესობა გვაქვს და დიახ 31 მარტის გადაფარვა უნდათ. იმიტომ რომ ეხლა ეს თემა არავის არ აინტერესებს, იმიტომ რომ ნათქვამია ყველაფერი, იმიტომ რომ საკუთარ ტერიტორიაზე ვერ დავიწყებთ ომს. გასაგებია, უბრალოდ ეხლა უნდათ რომ გადაფარონ მეგობარი აქტი, უნდათ რომ გადაფარონ 31 მარტი და მე სულ ამას ვამბობ, რომ ხალხო არ მოგვატყუონ, იმიტომ რომ ჩვენ კრემლს ვებრძვით და არა ვიღაცა პატარა ბიძინას ან პატარა კობახიძეს კრემლს ვებრძვით, უნდა ვიყოთ ჭკვიანად, ფოკუსი გავასწოროთ და წინ ვიაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი რუსებისგან.